ეს კი არის ჩემი ბებო, აქ გახლავთ წერეთელზე, მე და მარიკო გავედით ბებოს სანახავად, გიხედავთ როგორ კარალევას ავიძის. ცოტა შეუძლოდ ყავდა, ქონდა ძალიან მაღალი წნევები, ამიტომ თბილისში ბრძანდება ქალბატონი. აქ მარიკო ეჭორავებოდა რაღაცებს და მთელი ბრანჭებოდა, ბიცოჩი მაგ მოსასწაული ხაჭაპური, რომელიც ერთი შამპური მწვადი ხუა შეხვდა შემოხვდათ მასიც. ეს კი უკვე 5 თებერვალია, სადაც ჩემო მეუღლემ შეწვა მწვადი და კი ხედავთ როგორ შამფურით დავფრიალებ. თურმე შამფურიდან მირთმევა ბევრად გემრიელი ყოფილა. ძალიან გემრიელი იყო. ისეთი ოდნავ სველიც, რაც უნდა ქონდეს მწვადს, ის სიხრაშუნეც ქონდა. მოკლედ ძალიან მომეწონა. მოვედი, მოკლედ გადავიფინე. ერთი შამფური მწვადი. ხო რაღაცა ძალიან ისე ჟღერს, ძალიან ბევრია თითქოს, მაგრამ თავდაპირველად კი ნახავთ კადრს. რამდენიც იყო და გემრიელად მივირთვი თავის ყველთან და მჟავესთან ერთად და ნუ მოკლედ ყველაფერთან ერთად. ეს მიშლის ნერვებს და ხა მითხარით ამას ნერვოზი თუ არ ქვია რა. ეს კარგად ვარ. ახლა უკვე კარგად ვარ. ხო და დაბლა ვარ. მაღლა მიდის ქეიფი და დროს ტარება, როგორც შეუძლიეთ. მანამდე ჩემი მეუღლე წასული იყო ბიჭებთან ერთად. მერე მოვიდა და ახლა კიდევ სხვა ჩვენს ადამიანებთან ერთად განაგრძო. ხო და მოკლედ შეწვეს მწვადი და ისეთი გემრიელი ხო. ისეთი გემრიელი ნახეთ, აი შამფურიდან იყო ძალიან გემრიელი. შეება ჩემული გამოვიდეს თუ მოასწრო, იმედი მაქვს რომ მოუხერხდება გამოსვლა. ხო და არ ვიცი რატო და ძალიან მაკანგალებს. ცივა ძალიან, არ ვიცი რატო. ყველა ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისათვის, დალოცვისათვის. ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ორმაგი. კი არა, 10 მაგი რაც ჩემი ოჯახისთვის გისურვებიათ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ანუ სავარაუდოდ თქვენ არ გესმით, მაგრამ აღლედან მესმის სიმღერა. და ნახეთ სიმღერა ნიშნავს ბოლო აკორდს. ესე იგი უკვე ეს უკვე ის ნორმა აღარ არის, რაც არის, უკვე აიში გადაიწვენ. თუმცა ეგრეც არა, მაგრამ ესე იგი უკვე კარგად გრძნობენ თავს რა. ხო არა კაც დაჭდებიან სფრას დაიმღერებენ ახლა ჩემი ძმა და მისი მეგობრები. მე ამ გარემოცვაში გავიზარდე, სადაც უმღეროდნენ, სადაც ცეკვავდნენ და ჩვენ ოჯახი ვარ ზოგადად ესე რომ სულ რაღაცა სიმღერაც ეკვა, პოეზია ის და ეს ჩემთვის ნორმა იყო, თუნდაც საერთოდ არ დაელიათ რომ იმღერებდნენ, მაგრამ ეხა ვინც არიან მაღლა დამიჯერეთ, არაფერი საერთო არ გააჩნიათ სიმღერასთან, ნუ მამა ჩემს ესე არ ვთვლი. თუმცა დროსთან ერთად რაღაცები ცოტა დასამუშავებელი აქვს, მაგრამ რეალურად შეუძლია მოკლედ. და მაგრამ დანარჩენების რა გითხრათ, ახლა სასწაული ხალხია. დღეს ადრე გამომიშვა. ჩემო მენეჯერმა ისეთ მადლობა მას. ცოტა ადრე გამომიშვა და ის ცოტა ადრეც ნიშნავდა იმას, რომ ბევრად ადრე მოვიტანე ჩაქრო რაღაცა ცოტა ვისაუბრეთ, ასე ისე მწვადი შეიწვა რაღაცები და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ცოტა ადრეც ჩემთვის რა. ხო და ეხლა კი ჩამოვცულ სულ დიდაბლა სართულზე. უსაშველოდ მეცინება ხალხო, აი მარიამის თავს გეფიცებით თუ გონზე ვიყო და ისე ვიხედები ყველა კუთხეში რაღაცას ვხედავ, მიყრილ მოყრილს და თავი არ მაქვს უბრალოდ რომ დავალაგო. ანუ არაფრის თავი არ გამაჩნია, იმიტომ რომ გუშინ 4 იყო დაწყებული დავიძინე.
მერე 7-ზე გავიგუძე. ანუ ხა თქვენ იმას გენით ხა რამდენი მეძინა, მოკლედ უძინარი ვარ რა. უძინარი ვარ და მეტყობა მე მგონი ძალიან კარგად. აი რა შემიძლია, მაგრამ დღეს რატო ცივია სახში არენთო კაცო, ამას გათბობა და წასული იყო ხო? იმიტომ გრილა ცოტა, ანუ არ იყო ჯერ რომ კარგად დათბეს. ხო და აი რა სიჭოს უცინერეთ, ხო. რაც არ უნდა მოხდეს, ერთი აქსესუარი მაინც მინდა რომ გავაკეთო რამე. აუცილებლად წყალი მაგას არ გაუვა. ეს არ არსებობს. დღეში ერთი მაინც უნდა გავაკეთო რა. ცოტა დროზე დავადგა თავი მაგ ყველაფერს. 2-ზე უკვე ცოტა ვიქანცევი და ხა იმ დღეს 3 გავაკეთე და მე თუ მკითხავ 3-ვე არაჩვეულებრივი იყო და ლამაზი. მაგრამ სამაგიეროდ მგონი დილის 5-ზე დავიძინე და არ მინდა ანუ ეგრე რა. რადგან ჩემი მთელი გონება სამსახურს ჭირდება და ეს ძალიან ისეთი ადგილია, სადაც როგორც გონება, ისე სხეული თითქმის ერთნაირად მუშაობს. არ ჩერდება არც ერთი. რა თქმა უნდა, ძილი მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხა 3-ს ერთად არ შევეჭიდო რა, არ მინდა, ანუ მინდა რომ ცოტა დასვენების საშუალება მივცე ჩემ თავს. ასე რომ მაგიტომ ის არის რა ქვია, გადავწყვიტე რომ ესე ბევრი აღარ გავაკეთო ხოლმე. ეხლა დღეს აი მოკაცრავ, აი ხა თვალების ქავიმა მომკლა, ნუ აღარ შემიძლია, ეს ვინ არის? გოგოებო, ისეთი ის იყო ხეები დღეს მოგლეჯილი შუა იმეებში. ვაიმე დედა ძალიან დამეწყოც რომდენა, ეხლა და ქავილი ბოდიში ხალხ ნახეთ და დღეს ჩავიგდე. სულ აქეთ-იქით ეყარა ხეები და იმ დღეს ისე ჩაგვიქროლა, ხალხო, ისე ჩაგვიქროლა, გული გამისკდა. მეთქი всё, ეხლა ეს დამეცემა თქო ვიფიქრე. ჩემ თავს რას დავეძებდი ხალხო ბავშვით რო ვიყავი. ისე შემეშინდა. აი ჩამიქროლა მეთქი. ღმერთო მეთქი მადლობა რომ გადავრჩი რაღაცნაირად თავი არ გამიხეთქა იმან ტოტმა, დიდი ტოტი იყო თან. ასახი არ გაგეკაწრა. ან რა ვიცი 1000 რამ შეიძლება მოხდეს რა და მით უფრო თუ ჩემნაირი ფანტაზიორი ხარ, ისეთი რამები შემიძლია ხა ჩამოგითვალოთ რა შეიძლება დამარცხნო და ინდური ფილმი მოგონება, ანუ ჩემთან ინდური ფილმი ვინ არის და რა არის საერთოდ. ისე შემიძლია შევკერო ხა ეს ამბავი, მაგრამ ახლა გუშინ მე 12 რო გადაცდა ულოცეთ კოლბას. წელს რაღაცნაირად გრანდიოზულობა არ უნდოდა. არ ჩერჩენ არ უნდოდა. და ზოგადად გრანდიოზულობა არ მოწონს. მინდა აღნიშნო ეს ფაქტი. მე კიდე პირიქით. ახლა ისე მინდა და 14 თებერვალს დაბადების დღეს გადახდა ხალხო, ის წელს რატო ვიყავი ატეხილი არ ვიცი. იმედი მაქვს არ ვკვდები. რო იტყვა ხოლმე ხო იცი რაღაცა ატყდაო რაღაცაზე რაღაცა ეგრე მჭირს რომ აი რაღაცა ძალიან მინდა. მაგრამ არა უშავს. ნუ რესტორანში მაინც კი ვივდივარ 21-ში, მაგრამ ანუ 14 თებერვალი ჩემი დაბადების დღე და სხვა ემოცია და სხვა განცდებია, ხო? მაგრამ არა უშავს ამ თვეში მართლა არაფრის დრო არ არის რა ის რა ქვია დაბადების დღე. ჯაგრე ტორტი დაიძინე. ეხლა სხვა პრიორიტეტებია წინ, მაგრამ ნუ ესეც დავაგდება. პრინციპში დაუგებელი არაფერი არ აქვს, კარგი პრიორიტეტებია, მაგრამ რაღაცნაირად არ იყო გათვლილი. არ იყო. ასე არ იყო გათვლილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რო გაჩვენოთ რამდენიმე ჩემი ნამუშევარი ძალიან მოგეწყნებათ და მაგრამ გული დამწყდება, რომ ისეთი ხარისხი ვერ ექნება ეხლა ტელეფონს ამ განათებაში და სავარაუდოდ ვერ დაინახოთ ამ საყურის სილამაზეს და ნერვები უნდა ამეშალოს, მაგრამ მოდი ვცდი და ორ ნიმუშს გაჩვენებთ, ძალიან მინდა რომ ნახოთ. წუთი. ორს ვაჩვენებ თქო და მოვახუხიალე, მაიმედე. მოგოდი 7 რაღაცა. მოიცათ აბა ერთი მაცადეთ თუ მას ქნა რა ქვია. ცოტა ის უნდა დრო ამ ნატურას დაბალია და მე ის რაღაცა ნათდება და დამაგლიჯა ნერვები. ერთი ის უნდა ვიყიდო სანათი როგორც მე მინდა. სანათები ბევრი გვაქვს მაღლა სარტყელზე, მაგრამ ისეთი როგორც მინდა რაღაცნაირად არ არის. ხო და ახლა ანუ ამის იმედად თქვენ ხუას. ხერხემალოთი განათდება კაცმა არ იცის. კარგი. მოდი დავიწყოთ. პირველ მოდელს რასაც გაჩვენებთ, გარიყიდება ეგ ჩემია. ჩემთვის არის და გაჩვენებთ. ერთი წუთით. ეხლა რა არის? შენ განათებას ველოდოთ 90 წელი თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ვაიმე. ნელა შვილი. არ გადმოვარდეთ და ვერ წაიქციო. ეს გახლავთ რომელიც ჩემთვის გავიკეთე და ძალიან მეშლება ეხა ნერვები, რომ აი ესე კარგად ჩას უფრო მეტად მისი, ასე ვთქვათ, სილამაზე, ვიდრე ეხლა რა ვთქვა უნდა არ ჩანს. ხო, ეს ვაფშე არ ჩანს. მოიცათ. აუ ფოკუს რატო არ ასწორებს? და ვფიქრობ, რომ ძალიან ღამაზია და გამოვიყენებ თან აუცილებლად. აუ შესაყრელები აქ არ მაქვს, ხო? არც ერთს არ აქვს აქ, არა. ეს საყიდელი მაგოგოებო, შესაყრელები აუცილებლად. ხო, ეს ჩემთვის არის მოკლედ განკუთვნილი. პორტრეტით რო ვიღებ მარტო წინავე და ეს ხო არ ჯანს და ხო არ გადაგიყვანთ, მოიცადე იმ გადავედით მეორე რეჟიმზე და ვნახოთ როგორ დაინახავთ ამ საყურეს, რომელიც ამშვენებს ჩემს ყურს. გონია რომ თქვენც მოგეწონებათ ჩემი ნამუშევარი. რეალურად ეს ძალიან ბზინავს, უბრალოდ თქვენ სავარაუდოდ ესე ვერ შეამჩნევთ, იმიტომ რომ აი დამპალი იმის იმედად ავარ, რა ქვია. სანათი, რომელიც თავის თავსაც ვერ ანათებს, ჯერ და დიდი დრო უნდა რომ განათდეს. მოკლედ ეს არის ჩემთვის გაკეთებული ისე უცებ რო გავიკეთე და დიდი არაფერი მოკლედ. ასეთი მინდა ოღონდ სხვა ტექნიკით უნდა გავაკეთო აუცილებლად. ისეთი როგორც საჭიროა იმ ტექნიკით. მაგრამ ეს ისე ჩემთვის რომ გავიკეთო ხოლმე. ეს გასწორებელია, ულა. ხო და მაგრამ ძალიან მომწონს. თუმცა სხვა ტექნიკით უნდა გავაკეთო. შემდეგი, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან მიზიდავს და ვფიქრობ, რომ ეს პირველი მოდელი არ იქნება, რომელიც დაასრულებს მოღვაწეობას და ძალიან ბევრ ფეხში გეგმავ მსგავსი სტილის გაკეთება შევა, ზუსტად ესეთი არც გავაკეთო, მაგრამ მსგავსი სტილის გაკეთებას ეს ძალიან მომწონს. გიჟდები, ანუ ისე მომწონს ხალხო, ეს გახლავთ კრისტალების. აი ნახეთ, როგორი ზინვარება აქვს. ძალიან მეშლება ნერვები რო ვერ ხედავთ. ძალიან მეშლება ნერვები. ძალიან მომწონს. ძალიან ვარ შეყვარებული ამ საყურეზე. ვფიქრობ, რომ ზერო დაარტყოს კი არა ხალხო, აი ხალხო ხამია და ვუყურებ, აი თვალები მიბრჭყვიალებს, ისეთი ის აქვს, რა ქვია. ვულა. შემდეგი, რომელზეც არ მოგატყუებთ, ძალიან ბევრი ვიწვალე და ალბათ იმიტომ, რომ ვფიქრობ, უბრალოდ ალბათ იმიტომ, რომ ვერ ჩამოვყალიბდი დიზაინზე და პროცესში გამიჯდა მოკლედ რაღაცები.
ასევე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფავორიტი. ეხლა აი აქ დავინახე, რა ქვია მაგას. წებოს ბუნდღლი თუ რას ეძახიან. რა ბუნდღლი გოგო, ცუდად ხო არა ხარ. კაი, რაც ქვია, რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ყველა მხრივ, ანუ როგორც არ უნდა შევხედოთ, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული. აი მე მიშველეთ. ეს რატო იყო ამომძვრალი? აი, იმდენი ვაქე. არ ვიცი, რატო იყო გადამოვარდნილი, მაგრამ ამას მოუწევს ახლა პირველი პირის აძრობა აუცილებლად და თავიდან ჩაწებება. და რატომ? იმიტომ რომ სავარაუდოდ რომელიღაცას გადმოუვარდა, ამ ფეხი დააბიჯეს, ან რაღაც არ ვიცი და არ მითხრეს საყვარლებმა. რაც ნიშნავს იმას, რომ დამიზიანეს საყურის შესაძლებელი. ნუ აი, არა უშავს კი გავაკეთებ ახლა ამის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ საერთოდ როცა რაღაცას აფუჭებთ ადამიანებო, დაუთხრათ ხოლმე იმ ადამიანს, ვის ნივთებსაც ვაფუჭებთ. კაი, ფრთხილად ავაძრე ახლა ეს, ამას თავიდან ჩავასხავ და დამთავრდა. ისევ ისეთი პირვანდელი სახე ექნება. თუმცა ნერვები მომეშალა. შემდეგი მინდა გაჩვენოთ და ბოლო დღეისთვის ბროში, რომელიც ალბათ არ ვიცი გაჩვენეთ, მგონი გაჩვენეთ კიდეც ხალხ. მე არ ვიცი, მაგრამ მოდი გაჩვენებთ. არ მახსოვს გაჩვენეთ თუ არ გაჩვენეთ, მაგრამ ახლა გაჩვენებთ. ეს გახლავთ ბროში, რომლითაც თავს მივეცი უფლება მეამაყა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ძალიან. ძალიან დიდი დრო დავხარჯე ამის აწყობაში, ძალიან დიდი ენერგია წაიღო ამის აწყობამ. და ვფიქრობ, რომ ნახეთ როგორ ულამაზია. აი ულამაზესია ხალხო. ისეთი გარდამავალი ფერები აქვს, ისეთი გარდამავალი, აი ტანში მცრის ხოლმე, რომ ვუყურებ, ულამაზესია და დამიჯერეთ ხელში რო აიღებთ და დაიჭერთ და შეხედავთ, ასე მაგად ლამაზია კიდევ. სხვათაშორის ეს ყვავილები, რომელიც ვიყიდე, ეს ყვავილებია შავს, რასაც ხედავთ. და იშლება, მოკლედ მე უნდა მოაჭრა. საკმაოდ ძვირიღის და სად შეიძლება მივაგნო ადგილს, სადაც იყიდება ცოტა დავალფაში მსგავსი, არ ვიცი. წდება გული, რომ ძალიან ძვირიღის რაღაცები. ბუმბულები ვიყიდე გოგოებო და ცოტა იმედი გამიცრუვდა, იმიტომ რომ რამდენიმე ბუმბული ვიყიდე, რომელიც აი ბუმბულის გარდა მართლა ყველაფერია. ძალიან იფუწება, სცვრება, ფუჭდება, ძალიან გამიცრუვდა იმედი, იმიტომ რომ იდეაში ესე მგონია, რომ არ უნდა გაფუჭებულიყო და როცა ამხელა ფასი ხდი ბუმბულში, აი ამ ხელაში გადასაგდები არ უნდა იყოს მოკლედ. კარგით, სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ დღეს მენახებინა თქვენთვის. ჩემი კუნწილუკები. ეს უნდა ახლა ჩავაწყებოთ ორე რა დამასვენებს ისე შეგაწნება მამიწიოს. ამას ხა 2 წუთიც არ უნდა გავაკეთებ და დავტოვებ გასაშრობად. გოგოებო რა მინდა იცით, პრინციპში ისიც შეიძლება სულ რატო ვწვალობ, რომ ღრუბელი რო არის, როგორ შევინახოთ მოკლედ ესეთები, რომ აი თუნდაც თავი დავიცვათ, რაც მე შემომთხარ, რომ ვიღაცას გადმოუვარდა იქ რომ ელაგა ფეხი დააბიჯეს და მოიღუნა და იქ თავიდან ასახსნელი მაქვს და მოკლედ უნდა გავაკეთო თავიდან. რაღაცა მონაკვეთი, რაც წაიღებს დროს და ნერვებს ალკე.
აიღეთ ჩვეულებრივი ღრუბელი ჭურჭლის, თუ ჯერ არ შეგიძენიათ, როგორც მე მაგალითად ჯერ არ შემიძენია სპეციალური დამცავები და რაღაცები. და ღრუბელში ჩაარჭეთ, აი ას. რბილ მხარეს, რა თქმა უნდა. და უპრობლემოდ იქნება და იქნება და არაფერი აი ამას პრობლემა არ შეექმნება არანაირად. რაც მე მაგალითად რაღაცად შემემთხვა. ახლა რომ ვიღაცა მიმსხვერპლა მსგავსი რამ არ შეგემთხვევათ. ჩემ სახელოსნოში იქით რასაც ვაკეთებ. გოგოებო, ძალიან ცივა და ფიზიკურად იქ ვერ შანსი არ არის რომ გავიდე და დავჭდე. მეორე, ისე დროს მოვდივარ, ბავშვსაც ვჭირდები, სახლსაც ვჭირდები, თან ამას ვჭირდები და იქ რო გავიდე და 3 საათი ვიჯდე, ასე არ მაწყობს. აქ ხან ამას გავაკეთებ, მერე დავჯდები, ვაგრძელებ და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცნაირად ხო, ну, ცოტა რთული ამბავია მაგ კუთხით რა. თან ცივა, იქ კიდე ცალკე გათბობა უნდა ჩავრთო და ნუ მოკლედ. კარგი ამბავი არის ის, რომ იმ ოთახისათვის უკვე დაგვიმზადეს მეტალო, უნდა გამოვცვალოთ რაღაცა მიჯღრეული ხის რაფადა ის არის, ხეზე მე ვგიჟდები ზოგადად, ხე არის ჩემთვის ნომერ პირველი ზოგადად, აი არც მეტალო არ მინდა და არც ის მოკლედ, თუმცა რა ვიცი უკვე არც ხე აღარ არის ლამის რა, რავი ფუტურივით არის უკვე რაღაც, არ ვარ გამოკლედ. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ მეტალო ჩაგვესვა, შემდეგი ეტაპი უკვე იქნება კარის გამოცვლა, მანდ ასევე არის გარდირობიც, როგორც ადრე გითხარით, საგარდირობე, ბევრ რაღაცების გატანას ვაპირებ და მაგის ვიჯერ ხა მაგის თავის ერთ არ მაქვს და სურვილი. თუმცა ბევრი რამ გავიტანეთ. და ჩემი პაწაწინე კუთხეც იქნება ამების დასამზადებლად. და ამისათვის აუცილებლად მან უნდა იყოს ისეთი კარი, რომ ნუ ახლა ის უკვე არ ვარგა რა მოკლედ, არაფერს აღარ გავს უბრალოდ. სხვადასხვა მეტალები ძალიან ცვირერს მინდა გითხრათ. ამიტომაც ესე უცებ ყველაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი. არც მეჩქარება პრინციპში, მაგრამ აქაც კარგად ვზივარ. უბრალოდ აი ძალიან ირევა ყველაფერი, დედას გეფიცებით იტყვით, რომ ლეკები შემოესივნენ ჩვენს სახლს. აქ ისეთი ამბავია ხოლმე, მსგავსი არ გენახოთ. არაფერი გეგონება სახლი გარბის, შეგრძნება დაგრჩებათ, რომ გარბის სრული ამ წყვის მნიშვნელობით. მთელი მაგი და მე მიკავია, აი მთელი მაგი და როცა ვაკეთებ, აქ ნემსის იმას ვერ ჩააგდებთ. ისეთი ამბავია ხოლმე, მაგრამ ნუ რა ვაკეთო. ფრიად მოხარული ვარ მაინც ამ ამბით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ხალხო, როგორ ხართ? როგორ? წავიდეთ სამსახურში. ალბათ მარიკოს ვერ ხედავთ, დიახ, ვერ დაიდაყავთ, იმიტომ რომ მარიკო იმყოფება სახლში. ვაიმე, ბიჭდები და მოვიწყდა. მე და ბიჭდების დავიწყება ხო ხვდებით. არ მინდა უკან მივბრუნდე. არა და ბიჭდების გარეშე რაღაც ვერ ვარ კარგად. ხო და მამიკომ დაიტოვა დღეს სახლში, რადგან მამიკო არ მიდის არსად. ხო და ამ სიცივეში წამოსაყვანად შეგვეცოდა, ამიტომ დღეს ჩემი გოგო იქნება სახლში. დედიკო წავა სამსახურში, მერე სამსახურიდან წამოვა 7:15 წუთზე, მერე გამოვილი სიყიდის ხორცს, სიყიდის წვანს, სიყიდის ხახვს, ყველაფერს, რაც ხინკალს ჭირდება, რას ზოგის ერთ არ უკეთებს, მაგრამ მე როგორც მიყვარს ყოველ შემთხვევაში. და მოვა ანა და გავაკეთებთ ხინკალს, გავაკეთებთ რა ის იჯდება მელაპარაკებ და მე გავაკეთებ. ხო და თან ვიჭორავთ კიდეც შიგადაშიგ ჩაგერთვებით. ასე რომ დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს. ის კი ამ ბოლო დროს გოგოებო ქართული გამოვდივარ, შეხედეთ
სველი ვარ, ცრემლიმდის გეგონება რაღაცა დილი და კაი ნამტირალები ვიყო. ვერ ვიშრობ, ანუ სანამ სამსახურთან მივალ, მთელი მაკიაჟი მიაქვს ცრემლს. ხვდებით ხო? ტყუილად მაქვს ახლა წატყლაპნილი ესენი. ბევრი არაფერი მაქვს ახლა, მაგრამ რაც მაქვს მინდა კაცო რომ შევინარჩუნო დღის მანძილზე, მაგრამ არ ნარჩუნდება. ამ ცრემლდენა მომკლა. სულ პრობლემები მაქვს. ვაიმე დედა, მაგრამ სპარში შევიარე, ყავა ვიყიდე აქციით და ანუ 2.40 უნდა ისე ვიყიდო. არა 2.60 ცალობით რომ ეყიდა. ხო და 2.19 გადავიხარ. თუმცა იმაშიც სხვა მაღაზიებში 60 თეთრს, ანუ 5 თეთრის ნაკლები ორნაბიჯი ვერ გეტყვით, არ მახსოვს. 50? ანუ ამაზებს ეს კარამელით რო იმყვარს. მე კარამელე ვარ. 4 წელი. ბიჭო. ეხლა აბა გადაიღე მანახე რას იმაშურებ. შევერთე. დილა მშვიდობის ხალხო. წავიდეთ მასტერ-კლასზე. ჩვენი აქსესუარების მასტერ-კლასზე. კომოდში, ვაკეში. ხო და გუშინ ძალიან კაი საღამო იყო, რავი, დილის 5-ზე დავიძინეთ, მე მგონი მე და ანამ, მაგრამ ვერ გადავიღეთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან თემებს განვიხილავდით, რომ მაგის დრო არ გქონდა. გავაკეთე ხინკალი, იმ დაღლილზე უბრალოდ რანაირად ეს ენერგია არ ვიცი და ცრემლი. და მერე დავიწყე საყურის დასრულება, რომელიც დაწყებული მქონდა და მოკლედ ახლა მიმაქვს ჩემი აქსესუარები, რომ ვაჩვენო ჩემს მენტორს და ყველაფერი განვიხილოთ დეტალურად. ხო და დღესაც საყურის ვორქშოპი მაქვს. ასე რომ წავედით, ბედნიერი დღე ყველას. ეს გახლავთ კომოდის ტერიტორია, სადაც მივდივარ. აი, აქ არის ბაღი 127 გოგოებო. აი, ეს არის დღის შუგზეს გაჩვენებთ და სულსგუნელეში გაჩვენებ. ვინც მე კითხებით, ესეთი შესასვლელი აქვს, დიდი ასოებით აწერია. გაგრძელებაზე წიგნები ალაგია კიდევ, ანუ ძალიან მარტივი მოსაგნებია. 466 გამოდის ვაგზნიდან. წავედით. ჩემო მომავალო მაზლის ცოლო. მინდა ერთი ძალიან დელიკატური თემა შენთან გადავშალო, როგორც ჩემი სათუთი ბუნება. როგორც იცი და იმედია მანამდე გეტყვიან, მე ვარ ტრენდული, ნარიადული ქართლის დედის მოტრფიალე ქუთუთი. მზისხივი, უბნის თვალი და სადაც უბანი, იქაც ქვეყანა. რა მინდა გითხრა დაო, ჩემო სულის ნაწილო და ჩვენი ცხოვრების ახალო შენაძენო. მართალია ჯერამც ჩემი მაზლი არის 12 წლის, მაგრამ ფაქტია რომ დაიბადა და ამას ვერაფერი შეცვლის და ფაქტია რომ შენცა შემოაბიჯებ, იმედი მაქვს შეშხვართ ორ ფეხს. ახლა რა მინდა ვთქვა? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე გახლავთ უფროსი, მოწიფული, თქვენ არ ვიცი რა გექნებათ ამ ოჯახში რომ შემოხვანთ, რადგან იქ ვიქნები მე. როგორც მოგიხსენებათ, პირველი ვინც დაასწრებს, მისია ქონება, ცხოვრება, ჭურჭელი, ხალიჩები და რა ვიცი, თუ გინდა სერვანტი წაიღე. შეიძლება ახლა იცხოვროთ რამდენიმე თვე, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. ოჯახმა უნდა იცხოვროს ცალკე, ყველა ცალკე.
ყველაფერი არის მე თუ მადლობა გაყოფილი ჯერა შეთვის არ არის გადადებული მაგრამ ისე რომ თქვა არც იყავი გეგმაში ამიტომ გაიყო ჩემზე შემიძლია მხოლოდ დაგითმო როკოკო ერთი სულ მაგ სამი ახლა უფროსი რძალი ვარ ორი ჩემი სხვა მეტი არ ვიცი რომ ათვარიელებ მე მგონებ რომ დანარჩენი ჩემ დამოიტანო ყველაფერს მე ხوار გაგატან ხო არ ვიდა ოჯახში დავა ხალიჩა ჩემია ფაჯრის რაფა ჩემია ისა ჩემია ესა ჩემია ვის პირველი შევიდა მოგეხსენებათ ყველაფერი მისია მე მგონებ ამასა თუ კითხვის ნიშანი არ ჭირდება წერტილი იმედი მაქვს რომ შეგვისა წერტილი და არ ატყდება ოჯახში მე ვიდან ხობს არ დამალეკინოთ კალასთან მე თუ კალასთან გადავრეკე ხო კედლებით არ დარჩება ამ სახლს მე ძალიან მეყვარები გულის ტკივილამდე მეყვარები ფიცრამდე გულის ფიცრამდე მეყვარები მაგრამ ამის იქი თუ ამოხვალ მე ვიცი და ჩემა ლამაზმა ქალობამ როგორც მოგეხსენებათ სისადავით ვარ ახსავსე მაგრამ თუთმები გავიშალე ჩემი სისადავე რჩება გვერდით და ხდები სრული ალკაჭი ამას იმიტომ გეუბნები რომ შემოხვალ კაცით კუცი და ქალობა არ გვინდა ოჯახის წევრი ხარ ეგრევე ჭურჭელთან შენდგები მე ყავას რომ მოადუღებ გავიტან ჭიქებს მეტი რა გავაკეთო არა ვარ ვიბზრიალებ იმიტომ რომ პატარა ძალი შენახარ ხო რამდენიმე თვე იცხოვრებ და თუ კიდე ერთ წელით იცხოვრეთ შევგარამიძი გაიყოფა კომუნალურები მაგრამ ფიქრობ რომ ავიცი ახლა ხალხო ერთად ახო ვერ ვიცხოვრებთ ინდოელები ხო არ არც კაცი ერთადაც წამოვწეთ ხო ახლა მოდი და გადავწყვინეთ ჯერ მართალია ამ თემაზე ლაპარაკი ადრია მაგრამ ჯობს თავიდანვე გაირკვეს ყველაფერი ბაი